1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან ზუსტად 26 წელი გავიდა. მიწისძვრისას დაყუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ბათუმის სომხური ეკლესიის წინამძღვარმა მამა არარატ გუმბალიანმა ჩაატარა. მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ქალაქის სპიტაკი, ნაწილობრივ კი 58 სოფელი და ქალაქები, ასევე ლენინაკანი, სტეპანაკანი, კიროვაკანი და 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. დაიღუპა დაახლოებით 25,000 ადამიანი, ხოლო 514,000 სახლ-კარის გარეშე დარჩა. მიწისძვრამ სომხეთის ტერიტორიის თითქმის 40% მოიცვა. მოსალოდნელი ავარიის რისკის გამო შეჩერდა სომხეთის ელექტროსადგურის მუშაობა. 26 წლის წინ მომხდარი მიწისძვრისას მთელმა მსოფლიომ დახმარების ხელი გამოუწოდა სომხეთს, თუმცა ყველაზე მეტად კი მოძმეერი ქართველები დადგნენ ჩვენს გვერდით. დღევანდელი სამგლოვიარო ლიტურგია მიძღვნილი იყო 30,000-მდე დაღუპული სომეხის სულის მოსახსენიებლად.